პეტრა იყო ნამდვილად საჭირო და დროული აქტივობა თითოეული თანამშრომლისთვის. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიდბექებით შეგვიძლია გავზომოთ თამაშის ეფექტურობა, რადგან ძალიან ბევრი კომენტარია და ბევრი მადლიერი თანამშრომელი, რომ ავუხდინეთ ესე რომ ვთქვათ, ბავშვების ოცნება და კომპანიამ მისცა საშუალება, რომ ესეთ მრავალმასშტაბიან, ფართომასშტაბიან პროექტში მიიღეთ მონაწილეობა. შემიძლია ვთქვა, რომ იწყება ჩვენი ორგანიზაციული და თანამშრომლების ცხოვრება პეტრამდე და იყოფა უბრალოდ პეტრამდე და პეტრას შემდეგ. ძალიან ბევრი კომენტარი ისმის თანამშრომლებისგან, რომ ეს იყო მათი ბავშვობის ოცნების ახდენა. პეტრას შემდეგ ვძნობთ აშკარად, რომ არის უფრო მეტი გუნდური ჩართულობა თითოეული თანამშრომლისგან, ვინც თამაში მიიღო მონაწილეობა. უფრო მეტად მოტივირებულები არიან, უფრო მეტი სასაუბრო თემა დაუგროვდათ, იმიტომ რომ ეს იყო ცხოვრებისეული გამოცდილება მათთვის და აშკარად შესამჩნევია, რომ თამაშმა დიდი გავლენა მოახდინა მათ ჩართულობაზე, გუნდურობაზე და თანამშრომლობის სურვილზე. სიამოვნებასთან ერთად მომცა ძალიან დიდი თავდაჯერებულობა, იმიტომ რომ ისეთი დავალებები იყო იქ ადამიანებისგან შესასრულებელი, რაც რის გამოც გჭირდებოდა, რომ შენ თავს გადამხტარიყავი და უფრო მეტი გაეკეთებინა და ამასთანავე ძალიან დავაფასე გუნდურობის მნიშვნელობა. რისკი, ექსტრემი, ემოციების ზღვა და რა ვიცი, ძალიან პოზიტიურად იმოქმედა ჩემზე. მოცადე ექსტრემალურ პირობებში ჩემი როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური და ასევე ლიდერული თვისებები. აღმოაჩინე ჩემი თავი, ბევრ რაღაცაში გამოცადე და დავწმუნდი, რომ გუნდურობა არის ყოველთვის პირველი. ბედნიერება მოიტანა რა ერთ სიტყვით, შეჭიდულობა მოიტანა გუნდური, ერთმანეთი გავიცანით უფრო ახლოს და სხვანაირი თანამშრომლები დავინახე რა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად ორგანიზაციისთვის და ჩემთვისაც როგორც პიროვნებისთვის. სულ სხვა გამოცდილება, იმიტომ რომ სხვა კუთხით შევისწავლეთ ერთმანეთი, სხვა კუთხით დავინახეთ და მივხვდით, რომ შეგვიძლია ვიყოთ უფრო შეკრულები, უფრო ერთიანები და ერთად დავძლიოთ ბევრი სირთულე. მოგვცა ძალიან დიდი გამოცდილება თანამშრომლებში, დაგვინახა ყველა თანამშრომლებში ძლიერი მხარეები. კიდე მოგვცა ის, რომ უფრო დავახლოვდით, კი ვმეგობრობთ ყველანი თანამშრომლები, მაგრამ იქ რაღაცნაირად ერთმანეთის მხარ და მხარ რო ვიბრძოდით, ამან კიდე უფრო დაგვაახლოვა. რისთვისაც ზოგი იყო მზად, მოუწია საპირისპიროს გაკეთება და ეგეც ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ადამიანი საერთოდ სხვა ჭრილში გამოჩნდა.